2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ეს არის ერთ-ერთი მძიმე მომენტი, მძიმე მოვლენა საქართველოს ისტორიაში, მას შემდეგ რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა და დაადგა განვითარების და ეროვნული ინტერესების შესაბამისად ქვეყნის განვითარების გზას. აი ამ გზაზე რა თქმა უნდა ხარობდა ყველა, ვისთვისაც კი ძვირფასია სამშობლო, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა და ამ ადამიანთა შორის რა თქმა უნდა იყვნენ არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ ესეთი თავისუფალი სამყარო, მოდი ასე ვთქვათ, ვისაც უხარია სხვა ადამიანების კეთილდღეობა, სხვა სახელმწიფოების წარმატება, თავისუფლების გზაზე მყარად შედგომა და ამის საპირისპიროდ რა თქმა უნდა ჩვენ აღმოჩნდით ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა საქართველო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვერ შეეგუა საქართველოს დამოუკიდებლობას და სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა საბაბით ცდილობდა და ეს მცდელობები გრძელდება დღესაც, რომ როგორღაც ხელი შეუშალოს და გარკვეულ საზღვრებში შეზღუდოს საქართველოს განვითარება. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული, მაგრამ საგულისხმო ნიშანდობლივი პროცესია და გადასალახია რა თქმა უნდა. აი ამ ფონზე საქართველოს ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა აგვისტოს ომის დროს, ეს ბევრ რამეზე გვაფიქრებს და გვაიძულებს დასკვნები გავაკეთოთ. ამ დროს, ამ მოკლე პერიოდის საბრძოლო მოქმედებების დროს არაერთი ადამიანი დაიღუპა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ცვიოდა ჭოროები, ასეთი იყო იგივე ჩვენს ეპარქიაში, ქალაქი ფოთი და მე მახსენდება სწორედ ის წუთები და წამები, ეს არ წაიშლება, როგორ შეაზანზარა მძიმე წონიანი ბომბების აფეთქებამ მთელი ქალაქი. მახსოვს გვიანი საღამო იყო, ჩემს საწერ-მაგიდასთან იჯექი და ვმუშაობდი, მაგრამ ერთი იყო ის გაოცება და გაკვირვება ნეტავ რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ როდესაც უკვე გამოვედი ამ გვიან ღამით და გავიგე რაიც იყო საქმე, შემოვიარე საავადმყოფოები, რა თქმა უნდა, შემზარავი იყო იქ დახოცილების და დაჭრილების ნახვა და გმინვა იმ დაჭრილი ადამიანებისა, რომელთა შორის ფაქტიურად ეს იყო მშვიდობიანი, ასე ვთქვათ, უდანაშაულო მოსახლეობა. ასეთები იყვნენ სხვადასხვა მხარეში. ასევე იბომბებოდა სენაკი და აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ საქართველოში. ეს იყო აშკარა გამოვლინება უკვე იმ აგრესიისა, რომელსაც მანამდე საქართველოს არაკეთილმოსურნე ფუთავდა, თუ ესე ვთქვათ, გარკვეულ კეთილმეზობლობის და ერთმორწმუნეობის საბურაველში. და საბოლოოდ გაიხსნა ყოველგვარი ფრჩხილები და გამოჩნდა იმ კეთილმეზობლობის, იმ ერთმორწმუნეობის, იმ კეთილი სურვილების შინაარსი. თუმცა ვერავითარი ეს სირთულე და წინააღმდეგობა ვერ გადაეღობება ერის სურვილს, ქვეყნის სურვილს, რომ თავისთავი თვითონ მეყურძნოდეს და თვითონ განსაზღვროს თავისი მომავალი ბედიღმალი, თავისი მომავალი ცხოვრება, თავისი სამეგობრო წრე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ეს მოცემულობა ჩვენ გვერდიგვერდ გვიწევს მოცხოვრება და ალბათ ძირითადად დაგჭირდება იმისთვის, რომ მივეჩვიოთ
სწორედ ამ ახალ რეალობაში, როგორც ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი ჭრილოელი მეზობლისგან, ამ ახალ რეალობაში მივეჩვიოთ, ასე ვთქვათ, იმ სინამდვილეს, რომელშიც საქართველო ცხოვრობს და გამოხატავს სურვილს, რომ იცხოვროს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ომი ძალიან მძიმე მოვლენა იქნება და მისი კვალი ნამდვილად შეუძლებელია წაიშალოს, იმიტომ რომ ამან არა მხოლოდ გეოგრაფიულ სიბრტყეში, არა მხოლოდ ტერიტორიებზე გაიარა ამ საზღვარმა, ამ საზღვარმა მშვიდობასა და ომს შორის, ცოცხლად სიკვდილს შორის, ამან გაიარა ადამიანის გულებზე, ადამიანების გონებაში გაიარა და ამდენად მას საკმაოდ დრო დაჭირდება, რომ ეს დაძლეული იქნას. და ჩვენი მცდელობა ალბათ სწორედ იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ამას ვუმკურნალოთ და არ გავაღრმავოთ პირიქით, რასაც ჩვენ ვერ ვიტყვით იმ სინამდვილის შესახებ, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და რომელშიც არც თუ იშვიათად ამჟღავნებს ძალიან ნეგატიურად თავის თავს მეორე მხარე. და აი აქ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ძმები, ჩვენი ისტორიული, ასე ვთქვათ, თანამოქალაქეები, იგივე აფხაზები, იგივე ოსები, ვფიქრობ, არიან მსხვერპლი აი იმპერიული პოლიტიკისა, რომელსაც რაღაც თავისებური გააზრება გააჩნია, როგორც თავის სახელმწიფო ინტერესებისა, ისე საზოგადოდ მსოფლიოს მოხაზულობისა, მსოფლიო პოლიტიკისა შესაბამისად ჩვენ ეს ყოველთვის გასათვალისწინებელი გვექნება და ამას უნდა შევეგუოთ. თუმცა მიუხედავად ამ სირთულეებისა, მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანებიც კი, ვინც უშუალოდ, ასე ვთქვათ, ემსხვერპლა და მათი უახლოესი ნათესავები, მათი ოჯახის წევრები ამას ბევრად უფრო კარგად აცნობიერებენ, ვიდრე ისინი, ვინც შედარებით ნაკლებად მიიღო დარტყმა უშუალოდ თავის სიახლოვეს. ღმერთმა დაალოცოს იმ ადამიანების სულები, ვინც ემსხვერპლა აი ამ ომს, რომელსაც საქართველოს ომს 2008 წლის აგვისტოში და ძალიან ძვირი ფასი იქნა გადახდილი ჩვენი არჩევანის შენარჩუნებაში. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი სახელმწიფო და მიუხედავად იმისა, ადამიანებს რა პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება ქონდეთ, ჩვენ სახელმწიფო ერთი გვაქვს და უალტერნატივოა გზა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი. და ამ გზაზე განსაკუთრებულია როლი საქართველოს ეკლესიისა.